ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალას ზრდის. ისრაელის მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მორიგი თანამედროვე სტრატეგიული დანიშნულების საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცა ისრაელს. საუბარია ანტიბალისტიკური თავდაცვის სისტემა THAAD-ზე. გაზრდილია სამხედრო ძალები ინდოეთის ოკეანეში. დიეგო გარსიას სამხედრო ბაზაზე, სადაც უკვე რამდენიმე ერთეული სტელსის სისტემის B2 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენია განლაგებული. სამხედრო ბლოგებზე გავრცელებული ცნობების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ძალების მობილიზებას კვლავ აგრძელებს ირანის გარშემო. ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც გააკეთა განცხადება. მე ვცდილობ ვივაჭრო, რომ სიტუაცია განიმუხტოს. ახლო აღმოსავლეთში ბევრი რამ ხდება. ისიც ჩვენ არანაირი პრობლემა არ გქონია ახლო აღმოსავლეთთან. არ გქონია პრობლემები ირანთანაც. არავისთან გქონდა პრობლემა. და შემდეგ მოხდა 7 ოქტომბერი. სიტუაცია შეიცვალა, იმის გამო, რომ ირანს ფული არ ჰქონდა, ვერავის საფინანსებდა. ახლა მათ აქვთ ფული, ასე რომ ვნახოთ რა მოხდება. პენტაგონი ავრცელებს კადრებს იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შესახებაც. საინფორმაციო სააგენტო როიტერმა კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. ირანი მეზობელ ქვეყნებს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული, აფრთხილებს, რომ თუკი კონფლიქტში ამერიკული ძალები მათი ქვეყნებიდანაც ჩაერთვებიან, ისინი მძიმე შედეგებს მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა უარყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მას სურს გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის მეშვეობით. ირანი, როგორც პასუხისმგებლიანი ქვეყანა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, ყოველთვის აცხადებდა, რომ სამართალს კანონიერი არხებით ეძებს, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე. ახლა ველოდებით, რას გადაწყვეტს ამერიკის შეერთებული შტატები. ირანის შემოთავაზება არაპირდაპირ მოლაპარაკებებზე გულწრფელია და დაფუძნებულია პასუხისმგებლიანობაზე და გააზრებაზე. ამ საკითხების ისტორიის გათვალისწინებით და თუ როგორ განვითარდა ბირთვულ საკითხზე მოლაპარაკებები ბოლო 10 წლეულის მანძილზე. ბოლო წლებშიც და მანამდეც ეს როლი ომანმა კარგად შეასრულა. როდესაც ვინმეს პრობლემის ხალიჩის ქვეშ ამოდება სურს, უმარტივესია თითის ვინმესკენ გაშვერა, მაგრამ ვფიქრობ, ეს პრობლემას არ გადაჭრის. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, არაპირდაპირი მოლაპარაკებები ირანს საშუალებას მისცემს დრო მოიგოს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ასევე აღნიშნავს, რომ ირანის მაღალი რანგის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან ამერიკის შეერთებული შტატების ან ისრაელის მხრიდან პოტენციური თავდასხმით. და ამის გამო, როგორც კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშია აღნიშნული, საჰაერო თავდაცვის შტაბის მეთაური ირანის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო ბაზასაც ეწვია. ოპერატიული შესაძლებლობების შემოწმების მიზნით. მარტის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის სულიერ ლიდერს აიათოლა ხამენეის მისწერა წერილი და მოუწოდა შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ტრამპის სამხედრო პასუხით დაიმუქრა.